ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების თვითოიზოლაციური შეფუთვა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდება აივნები და მოეწყობა მეტალოპლასტმასის ფანჯრები. პარალელურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპი, სადაც გამაგრება რეაბილიტაცია კიდევ 3 კორპუსში ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 5,5 მილიონ ლარამდეა. პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, რუსთავის დელეგატთან და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნო. პრემიერის ხარდაჭერით რუსთავში ძალიან მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებთ, როგორც ახალ, ასევე ძველ რუსთავში მიმდინარეობს შენობების გამაგრება, ვიზუალური იერსახის მოწესრიგება. დღეს ადგილზე გავეცალით სამუშაოებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ რუსთავში, სადაც დავათვალიერეთ მესხიშვილის ქუჩაზე მიმდინარე კორპუსების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი და ახლა ვიმყოფებით რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ასევე მიმდინარეობს კორპუსების რეაბილიტაციის მესამე ეტაპი. შედეგად ჩვენ რუსთავს შევუნარჩუნებთ ავთენტურ მის ისტორიულ სახეს. ის ძველი სახლები, რომელიც რუსთავის ისტორიულად რუსთავ ქალაქის სახეს წარმოადგენდა, მოხდება რეაბილიტირებული იქნება ზუსტად იმ ვიზუალური კუთხით, როგორც ეს იყო და როგორც ეს ჩვენამდე არსებობს დღეს.